მოგესალმებით. დასავლური სამყარო, იგივე პოლიტიკური დასავლეთის ქვეყნები თითქმის ყოველთვის საუბრობდნენ იმაზე, რომ მათთან კანონის უზენაესობა არსებობს და ეს კანონის უზენაესობა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობასაც გულისხმობს. ყოველი შემთხვევისთვის ასე ამბობდნენ სიტყვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირის სტრუქტურების თავმჯდომარეები და შტატების პოლიტიკოსები. ეს სტანდარტი თითქოს დამკვიდრდა და ხელშეუხებელი იყო განსაკუთრებით ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომ თითქოს უკვე აღარ შეიძლება სხვა ქვეყნებს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ვინმე თავს მოახვიოს და ეს ქცევა უკვე წარსულის გადმონაშთია. ახლა კი დემოკრატია, ლიბერალიზმია და ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს რა გზას ირჩევს. ეს მიდგომა რომ ერთი დიდი ფარსი აღმოჩნდა, ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ საქართველოს ევროკავშირისა და შტატების ურთიერთობების ფონზე. საკმარისია ერთი ნაბიჯი სუვერენული ქმედებებისკენ, სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნული ტრადიციული ღირებულებების დაცვისკენ, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერევიან კი არა, საერთოდ თბილისში ჩამოვლენ და რადიკალების აქციებზე დადგებიან როთისნაირები ან კოლექტიური როთები, რომლებიც ევროპელი პოლიტიკოსების იმიჯით სარგებლობენ და რადიკალების ტრიბუნებიდან ითხოვენ ხელისუფლების ცვლილებასა და რევოლუციას. საინტერესო ის არის, რომ ეს ქცევა დღეს ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს, მათ შორის როთის სამშობლო გერმანიასაც ბუმერანგებით უბრუნდებათ, თან ძალიან მძიმედ და ძალიან მწვავედ. 20 იანვრამდე ერთი კვირა არის დარჩენილი და შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკას უკვე ეტყობა, რომ თამაშის ძველი წესები ძირეულად იცვლება და კიდევ უფრო შეიცვლება. როდესაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი ამავდროულად იქნება ტრამპის ადმინისტრაციაში, ვივეკ რამასვამისთან ერთად შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი, ეს თავისთავად უკვე ბევრს ნიშნავს. და როდესაც მასკი თავად იწყებს საერთაშორისო პოლიტიკაზე აზრის გამოთქმასა და პოზიციების დაფიქსირებას, ეს ძველი პოლიტიკოსებისა და ვითომ დემოკრატი ლიდერებისთვის მაგიდის აყირავების ტოლფასია. ასეთ პოზიციებს კი ძალიან მტკივნეულად იღებენ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის მაგალითად გერმანია, დიდი ბრიტანეთი და სხვები. ეს ახსნადია თან ძალიან მარტივად. ისევ შედარებას თუ გავაკეთებთ, ერთია, როდესაც მაგალითად როთისნაირი პოლიტიკოსი საუბრობს რომელიმე ქვეყანაზე. ამას კიდევ გადაიტანს საზოგადოება და ეიფორიაც ხანმოკლე იქნება. მაგრამ მეორეა, როდესაც ილონ მასკი დაწერს სოციალურ ქსელ X-ზე საკუთარ პოზიციას, რომელიმე პოლიტიკური აქტორის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ვიღაცას გააკრიტიკებს და გადადგომისკენ მოუწოდებს. სულ რომ თავი დავანებოთ ნებისმიერ რეიტინგებს, საუბარია ილონ მასკზე, რომელიც ფლობს ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ ქსელს, ავტომწარმოებელია და დაფრინავს კოსმოსში. დავიწყოთ ილონ მასკის განცხადებებით გერმანიაზე. გერმანია ევროკავშირის წამყვანი ქვეყანაა პოლიტიკურად და ეკონომიკურად. ამიტომაც გასაგებია, რატომ არის არჩეული მასკის მიერ გერმანია. მეორე მიზეზი ისიც არის, რომ გერმანია ყველა იმ პრობლემის სარკეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი განიცდის. არალეგალური მიგრაცია იქნება ეს, გიჟური LGBT პროპაგანდა, სუვერენიტეტის ლამის აბსოლუტური დათმობა თუ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის მათივე ხელით განადგურება. 9 იანვარს ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე ინტერვიუ გამოაქვეყნა. მისი მოსაუბრე იყო გერმანიაში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერი ალისა ვაიდელი. მხოლოდ ფაქტი, რომ ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრი, გერმანიაში ვადამდელ არჩევნებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე ესაუბრება ალისა ვაიდელს, უკვე პოლიტიკური განაცხადია. ილონ მასკი მხარს უჭერს პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის და ამას ძალიან ღიად და მკაფიოდ აკეთებს. შეიძლება იმაზეც არის გათვლა, რომ ამ ვადამდელი არჩევნების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციისთვის სწორედ ალისა ვაიდელთან ურთიერთობა იქნება უკეთესი, ვიდრე აბსოლუტურად ურეიტინგო ოლაფ შოლცთან და მის გუნდთან, ან სხვა ლიდერებთან. ეს მხარდაჭერა საუბარშიც გამოიხატა. მასკი ამბობდა, რომ მისი რეკომენდაცია გერმანელებისთვის არის ხმა მისცენ პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის. ეს განცხადება კი გერმანიის პოლიტიკური ელიტისთვის დამანგრეველი დარტყმაა. ჯერ არავინ იცის, როგორი იქნება თებერვალში არჩევნების შედეგები გერმანიაში, მაგრამ ამ ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ალისა ვაიდელისა და მისი პარტიის რეიტინგი რომ გაიზრდება, ეს სავარაუდოა. მით უმეტეს გასული წლის ბოლოს გამოცემა ბილდისთვის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სავარაუდო კანცლერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერი ალისა ვაიდელი და მხოლოდ შემდეგ მოდის ფრიდრიხ მერცი, პარტია ქრისტიან დემოკრატიული კავშირის ლიდერი. პარტიებს შორის პირველ ადგილზეა ქრისტიან დემოკრატებისა და ქრისტიან სოციალისტების კავშირი დაახლოებით
32%-ით, ხოლო მეორე ადგილს დამაჯერებლად იკავებს პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის დაახლოებით 18%-ით. მასკი მხოლოდ გერმანიით არ შემოიფარგლება. ის გაერთიანებული სამეფოს მეფეს ჩარლზ პარლამენტის დათხოვნისა და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს. პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს კი გადადგომისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება დიდ სკანდალს, რომლის თანახმად უსაფრთხოების მინისტრმა ჯეს ფილიპსმა უარი უთხრა ქალაქ ოლდჰემის საბჭოს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე სახელმწიფო გამოძიების ჩატარებაზე და სანაცვლოდ საქმის წარმოება ადგილობრივ საბჭოს დაავალა. ეს გადაწყვეტილება ფილიპსმა ოქტომბერში მიიღო, თუმცა ადგილობრივი მედიით ამის შესახებ მიმდინარე კვირას გახდა ცნობილი. ბრიტანეთში პოლიტიკოსთა და საზოგადოების ნაწილი ძალადობის საქმეების ეროვნულ დონეზე გამოძიებას ითხოვს. მოკლედ რომ ვთქვათ, საუბარია ძალადობის სერიებსა და მთავრობის აბსოლუტურ უმოქმედობაზე. დაეცვათ მათივე მოქალაქეები მიგრანტების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციისა და თავდასხმებისგან. ბანდების მიერ ბავშვების და ქალების გაუპატიურებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო ილონ მასკმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მწვავედ გააკრიტიკა სოციალურ ქსელში. ის წერდა, რომ კირ სტარმერი სამეფო პროკურატურას ხელმძღვანელობდა 2008-2013 წლებში, როდესაც მოძალადეების ბანდებს შეეძლოთ გოგონების ექსპლუატაცია გასამართლების გარეშე. ილონ მასკის ეფექტის შესახებ ევროპულ პოლიტიკაზე ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ბადენ-ვიურტემბერგის მკვიდრს ერთხელ ილონ მასკმა მისწერა, თანაც ნიგერიული ნომრიდან. გარკვეული დროის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა გერმანიის ხანდაზმულ მოქალაქეს დახმარება სთხოვა, თანაც ფინანსური. ფრაუს ბევრი არ უფიქრია. მასკს დასჭირდა და დაგროვებული 12,000 евро უყოყმანოდ გადაურიცხა. მასკის კვალიც მაშინვე დაკარგა. ის თაღლითი აღმოჩნდა. სრულ ილონ მასკი. ამ ისტორიას კრიმინალური ფაბულა აქვს. თუმცა საინტერესო უფრო პოლიტიკოსებისთვის და ექსპერტებისთვის გახდა. ბრიუსელი მიხვდა, რომ ილონ მასკს ძალიან დიდი გავლენები აქვს. იმდენად დიდი, რომ მოქალაქეები მზად არიან მას საკუთარი დანაზოგიც კი გადაურიცხონ. და მაშინ თუ ერთი ილონ მასკი უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირი თავისი ჩინოვნიკებით, ელიტითა და სისტემით, როგორ შეიძლება მისმა ერთმა სიტყვამ ან ერთმა ფრაზამ მართველი ჯგუფების ბედზე იმოქმედოს? პასუხმა ისინი იმდენად დაზაფრა, რომ რამდენიმე დღის უკან ბრიუსელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელიც ომის გამოცხადებას უფრო ჰგავდა. თუმცა ევროკომისარმა ტექნოლოგიების საკითხებში ჰენა ვირკუნენმა თავის ამ განცხადებას ჯერ მხოლოდ გაფრთხილება უწოდა. ფინელი პოლიტიკოსის მტკიცებით, ევროკავშირი მზად არის ილონ მასკის სოციალური ქსელის X-ის ყოფილი ტვიტერის წინააღმდეგ იმოქმედოს. ევროკავშირი მზად არის მიიღოს მკაცრი ზომები ილონ მასკის პლატფორმა X-ის წინააღმდეგ, თუ ის არ შეასრულებს ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის მოთხოვნებს. ევროკავშირი ენერგიულად განახორციელებს გამოძიებას X-ის წინააღმდეგ და საჭიროების შემთხვევაში დააწესებს შესაბამის სანქციებს. ვირკუნენი გამოცდილი ევროპარლამენტარი და ფონ დერ ლაიენთან დაახლოებული პირია. 2024 წლის სექტემბერში ევროკომისიის პრეზიდენტმა ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად დაასახელა ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში. Henna Virkunen will be the executive vice president for tech sovereignty, security and democracy. ახლა კი ილონ მასკთან საბრძოლველად ემზადება. რა თქმა უნდა, ის ბრიუსელის ბიუროკრატიის განწყობებს გამოხატავს. მაგრამ რისი შეეშინდათ ევროკავშირში? რას გამოხატავს ილონ მასკი ისეთს, რაც მას სახიფათოს ქმნის? არადა იმდენად დაიზაფრნენ, რომ სანქციებითაც კი დაემუქრნენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დემოკრატიული ღირებულებების დაცვა მათი საერთო პასუხისმგებლობაა და პლატფორმების მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ თუ ვის აძლევენ ხმას. ევროკომისარმა ციფრული ეკონომიკის საკითხებში ტიერი ბრეტონმა აღნიშნა, რომ პლატფორმა X-ის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის პრინციპებს და რომ ისინი განიხილავენ შესაბამის ზომებს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მასკი არც საახალწლო გამოსვლაში გამოტოვა. გერმანიის მომავალი უნდა განსაზღვრონ მისმა მოქალაქეებმა და არა სოციალური მედიის მფლობელებმა. ახალი წლის შემდეგ კი ყოველკვირეულ სტერნთან ინტერვიუში გერმანიის მოქალაქეებს ურჩია. რეაგირება არ მოახდინონ მასკის პროვოკაციულ განცხადებებზე. ნუ აჭმევთ ტროლს, აღნიშნა შოლცმა. ბოლოს კი როცა ილონ მასკმა ალისა ვაიდელი თავის პლატფორმაზე სასაუბროდ მიიწვია, შოლცმა განაცხადა. მასკის გადაწყვეტილება ულტრამემარჯვენე ლიდერისთვის პლატფორმის მიცემის შესახებ მიუღებელია და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესებს.
გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა მიხაილ როთმა აღნიშნა, რომ მასკის ქმედებები ხელს უწყობს ანტიდემოკრატიული ძალების გაძლიერებას, რაც მიუღებელია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მასკი ერევა გერმანიის არჩევნებში, თუმცა კომენტარის დროს მისი სახელი არ გაუჟღერებია. ვინი ფიქრებდა 10 წლის წინ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელის მფლობელი მხარს დაუჭერდა ახალ საერთაშორისო რეაქციულ მოძრაობას და პირდაპირ ჩაერეოდა არჩევნებში, მათ შორის გერმანიაში. ილონ მასკმა კი თავის მხრივ გერმანიის პრეზიდენტს ანტიდემოკრატიული ტირანი, გერმანიის კანცლერს სულელი, ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბოროტი უწოდა. მაგრამ ყველაზე დიდ ცოდვად მას ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიის მხარდაჭერა ჩაუთვალეს და დიდი ისტერიკაც სწორედ მაშინ დაიწყო. ამ ისტერიკით მათ მხოლოდ საკუთარი სისუსტე აჩვენეს. ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ბიუროკრატიულ ელიტას წარმოადგენს. მოძველებული ავტოკრატიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება. ამ ავტოკრატიამ კი საკუთარი წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება ჩამოართვა. მთავარი გადაწყვეტილებები მიიღებოდა მხოლოდ ბრიუსელში, ბერლინში და პარიზში. ვარშავა და რომი მის ნებასურვილს უნდა დამორჩილებოდა. მაგალითად, გერმანიის კანცლერმა კარგად იცოდა, რომ რუსულ იაფიან გაზზე უარის თქმა გერმანიის ავტომრეწველობას ჩამოაქცევდა, მაგრამ ბრიუსელიდან სწორედ ასეთი ინსტრუქცია მიიღო და ევროკრატებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა იცოდა, რომ უკონტროლო მიგრაცია და ომი ქვეყანას დიდი კრიზისის წინაშე დააყენებდა, მაგრამ ევროკრატების ნებას ისიც დაემორჩილა. საბოლოოდ ჯერ ხალხის ნდობა დაკარგეს, შემდეგ კი ხელისუფლება. ილონ მასკი არც საფრანგეთში ჩასულა და არც გერმანიაში. არც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ცენტრალურ მოედანზე გამოსულა და ხალხისთვის ჭკუა არ დაურიგებია. ისე როგორც მაგალითად ბატონი მიხაილ როთი ჩამოდიოდა საქართველოში. ქართულ ოცნებას პრორუსად აცხადებდა. ანტიევროპულ პოლიტიკაში ადანაშაულებდა და ხალხს დაჟინებით სთხოვდა მისთვის ხმა არ მიეცათ. ილონ მასკმა X-ზე მხოლოდ ერთი ფრაზა დაწერა. მხოლოდ AfD-ს შეუძლია გერმანიის ხსნა. ბრიუსელის განსარისხებლად ეს საკმარისი აღმოჩნდა. ისინი მიხვდნენ, რომ მათ პროპაგანდისტულ ველზე უცხო სხეულმა შეაღწია. აქამდე ევროპის საინფორმაციო ველს კარგად აკონტროლებდნენ. ყველგან მხოლოდ მათი იდეები, მოსაზრებები და შეხედულებები ჟღერდებოდა. ბრიუსელი, პარიზი და ბერლინი ერთხმაში საუბრობდნენ. ბრიუსელი ცენტრალიზებულ ბიუროკრატიად ჩამოყალიბდა, რომელიც საკუთარ წევრ ქვეყნებს რეალური პოლიტიკის გატარებას უშლის. ხალხის ინტერესების გათვალისწინებას უკრძალავს და მხოლოდ ბიუროკრატიის ნებასურვილების შესრულებას აიძულებს. ვისაც განსხვავებული აზრი და ტონი აქვს და მის დაფიქსირებას ბედავს, ასანქცირებენ და აიგნორებენ. პროპაგანდისტულ არმაგედონს უწყობენ, რომ მარგინალად აქციონ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამის ნათელი მაგალითია. ამჟამად ევროკავშირის მიერ შეჩერებული დაფინანსების ოდენობა უნგრეთის მიმართ დაახლოებით 22 მილიარდ ევროს შეადგენს. ასე უნგრელი ხალხი ბრიუსელმა მხოლოდ იმიტომ დასაჯა, რომ მათ არჩევნებში მხარი ვიქტორ ორბანს დაუჭირეს. ორბანი კი მათ არ აწყობთ. მთავარ მიზეზებს შორის რამდენიმე დავასახელოთ. LGBT პროპაგანდის აკრძალვა. კაბიანი მამაკაცები ორბანმა საბავშვო ბაღებში არ შეუშვა. ომის რიტორიკაზე არ აეწყო და ბოლომდე მშვიდობის აუცილებლობაზე საუბრობს. ორბანის მოკავშირე ხალხის ინტერესების დაცვაში ევროკრატები არ გახდნენ. მაგრამ გახდა ილონ მასკი. 2022 წლამდე ის მხოლოდ ბიზნესმენი იყო. 2022 წელს ინფლუენსერიც გახდა. 43 მილიარდ დოლარად სოციალური ქსელი Twitter-ი იყიდა. ამჯერად 212 მილიონი ხელმომწარი ჰყავს. 2024 წელს კი პოლიტიკაშიც შემოვიდა. გამარჯვებული დონალდ ტრამპის გუნდის გამორჩეული წევრია. მის პოზიციას უკვე სხვა დატვირთვა აქვს. მის სიტყვას კი დიდი გავლენა. ამიტომაც ეშინიათ. მასკმა ხომ მათ წლობით აწყობილი პროპაგანდისტული ველი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ფრაზით შეატორტმანა. მაგალითად, გერმანიის კანცლერმა პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის, დემოკრატიისთვის საფრთხე უწოდა და აღნიშნა, რომ პარტიის პოლიტიკა გერმანიის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა AfD სიძულვილისა და დაყოფის გავრცელებაში დაადანაშაულა. ხოლო ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ AfD ევროპული ერთობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გვერდით არც შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი გადგა. მან თავის მხრივ აღნიშნა, რომ AfD რადიკალური და ექსტრემისტული ელემენტების თავშესაფარია. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ AfD-ს ლიდერი ალისა ვაიდელი ბრიუსელის დღის წესრიგზე კი არ არის აწყობილი, არამედ გერმანელი ხალხის საჭიროებებს აშღერებს და მათ ინტერესებს იცავს. როგორც ხალხს, ისე ვაიდელს არ მოსწონს სანქციები, უკონტროლო მიგრაცია, ომი, ეკონომიკური კრიზისი, ჩამოშლილი ავტომრეწველობა. ამ პრობლემების პასუხად კი მას ეუბნებიან, რომ ის მავნე ელემენტია. ხალხს არწმუნებენ, თითქოს ის ერთი მარგინალი პოპულისტი და პუტინის მოკავშირე პოლიტიკოსია. ამ დროს კი ჩნდება ილონ მასკი,
რომელიც იტყვის AfD გადაარჩენს გერმანიას, რაც ნიშნავს, ხალხის ინტერესების დაცვა არ არის პოპულიზმი, მშვიდობა აუცილებელია, მიგრაცია დასარეგულირებელი, ეკონომიკა საშველი. ამიტომაც მასკმა AfD-ს ქვეყნის იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი უწოდა. მისი თქმით, ის ასახავს პოლიტიკურ რეალიზმს და არა ექსტრემიზმს. როგორც ამას გერმანიის დაზვერვის სამსახური მიიჩნევს. ამ ბრძოლაში კარგად ჩანს, როგორ ესმის დემოკრატია ბრიუსელს და რა არის დემოკრატია ილონ მასკისთვის. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში თებერვლის ბოლოს გაიმართება. კიდევ უფრო დიდ ინტერესს ავლენს მასკი ბრიტანეთის მიმართ. X-ზე მასკმა პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი გააკრიტიკა. მეფე ჩარლზ მესამეს კი პარლამენტის დათხოვნა ურჩია. ასეთი მკვეთრი გამოსვლისთვის მას მიზეზიც მკვეთრი ჰქონდა. დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში ბოლო წლებში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საზარელი ფაქტები გამოვლინდა, რომელსაც ორგანიზებული ბანდები ეწეოდნენ. ამ ბანდების წევრები ხშირად პაკისტანური წარმოშობის მამაკაცები იყვნენ, ხოლო მსხვერპლი ბავშვები ძირითადად თეთრკანიანი გოგონები. როტერჰემის შემთხვევა 1997-2013 წლებში აქ დაახლოებით 1400 ბავშვი გახდა სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი. გამოძიება მაჩვენა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ ვერ მოახდინეს სათანადო რეაგირება. ტელფორდის შემთხვევა 1980-2010 წლებში აქ დაახლოებით 1000 გოგონა გახდა სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი. სკანდალურმა ფაქტებმა საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. როგორც გაირკვა, ხელისუფლებამ რიგ შემთხვევებში ეთნიკური პრობლემების შიშით დანაშაული დაფარა. ტელეგრაფში გამოქვეყნდა საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატია სათაურით, როგორ დაიფარა პედოფილი ბანდების სკანდალი. 2025 წლის 1 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ ჩაატაროს ცენტრალური გამოძიება. ლონდონში გადაწყვიტეს, რომ საქმე ადგილობრივმა პოლიციამ უნდა განიხილოს. ილონ მასკი სწორედ ამ ფაქტმა აღაშფოთა. მან ლეიბორისტები დაადანაშაულა ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის, ასობით 1000 და თუნდაც მილიონობით შემთხვევის დაფარვაში. მასკი მიიჩნევს, რომ დამნაშავე პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერია, რომელიც 2008 წლიდან 2013 წლებში სამეფო პროკურატურას ხელმძღვანელობდა. მასკი მიიჩნევს, რომ მან სავარაუდოდ ხელი დააფარა დამნაშავეებს და ამით ბრიტანეთის გაუპატიურებაში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს კი განაცხადა, რომ სტრამერის ადგილი ციხეშია. საკუთარ აკაუნტზე მან ინტერაქტიული შეკითხვაც კი გამოაქვეყნა. უნდა იხსნას თუ არა ამერიკამ ბრიტანეთი ტირანი მთავრობისგან. ინტერაქტივში მონაწილეთა 58%-მა განაცხადა, რომ უნდა იხსნას. მასკის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთო ესპანეთიც და ნორვეგიაც. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი შეშფოთებულია. ის მასკს ნაციზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ღიად უტევს ჩვენს ევროპულ ინსტიტუტებს, თესავს სიძულვილს და მხარს უჭერს გერმანიაში ნაციზმის მემკვიდრეებს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარსტიონეც შეშფოთებულია. ამბობს, რომ მასკი სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ერევა. ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვდომა აქვს სოციალურ ქსელებსა და ეკონომიკურ რესურსებზე, ასე პირდაპირ ერევა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში. ბრიუსელში კარგად დაინახეს, რომ ევროკრატიული დიქტატი საფრთხეშია. მასკმა თავისი განსხვავებული აზრით ბიუროკრატების მიერ შემოხაზული ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ძველ ელიტებს ცვლილებებით დაემუქრა. სწორედ ასე წაიკითხეს მათ ილონ მასკის პოსტები. ამიტომაც ახლა მის შეკავებაზე ფიქრობენ. ევროკომისარმა ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ხომ უკვე თქვა, მკაცრ ზომებს მივიღებთო. გერმანულ მედიაში მისი გაშავებაც დაიწყეს. მისმა სახელმა ნარკოტიკებთან კონტექსტში გაიჟღერა. გამოცემა Daily Beast-მა ვიღაც იპოვა. ამ ვიღაცას მასკის ბიოგრაფი დაარქვა და მისი სიტყვები სტატიის სათაურშიც კი გადმოიტანა. ვითომ ბიოგრაფი ირწმუნება, რომ მასკი შეიშალა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ ევროკომისიას ილონ მასკის X-ის აკრძალვაც კი მოსთხოვა. თუ ევროკომისიამ არ იცის, როგორ დაგვიცავს ამ ჩარევისგან ან ჩარევის საფრთხეებისგან, მაშინ მან უნდა დაუბრუნოს წევრ სახელმწიფოებს, საფრანგეთს, საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა. რამდენიმე ევროპარლამენტარმა ასევე მოუწოდა ევროკომისიას გამოიძიოს მასკის მხრიდან ევროპის არჩევნებში შესაძლო ჩარევის შემთხვევები. და ეს ყველაფერი სინამდვილეში მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება. ევროპულმა ბიუროკრატიამ შეინარჩუნოს ძველი გავლენები და დაიტოვოს ევროკავშირის მართვისა და კონტროლის ბერკეტები. მაგრამ ბერკეტებს ისინი უკვე კარგავენ. ბატონი მიხაილ როთი მაგალითად გერმანელი ლიბერალია, ევროკრატების პლიადის წარმომადგენელი. პოლიტიკას გერმანიაში ტოვებს. გამოსამშვიდობებელ საღამოს კი რატომღაც საქართველოში გეგმავს. აქ ეტყობა უფრო ბევრი მოკავშირე ჰყავს ვიდრე საკუთარ სამშობლოში. საკუთარ ქვეყანაში მათ არც უსმენენ, არც ირჩევენ და არც ავტორიტეტი აქვთ.
ილონ მასკის გავლენა და ავტორიტეტიც ამიტომ აშინებთ. ამიტომაც გაღიზიანდნენ მის პოსტებზე. არჩევნებში ერევაო. არადა მათგან განსხვავებით მასკს არც აქცია მოუწყვია. არც ევროპარლამენტარები შეუკრებია სპეციალური რეზოლუციის მისაღებად და არც უკვე შემდგარი და ეუთოს მიერ ლეგიტიმურად გამოცხადებული არჩევნების წინააღმდეგ გაულაშქრია. ეს ყველაფერი კი ჩვენ ევროპარლამენტში 16 ნოემბერს ვნახეთ. იმ დროისთვის ვაშინგტონში ბაიდენს უკვე აღიარებული ჰქონდა მარცხი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. ბრიუსელში კი მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებების სიო იგრძნობოდა. ამიტომაც მაშინ ბიუროკრატებმა პირველი დიდი მარცხი განიცადეს. საქართველოს ლეგიტიმური არჩევნების ჩაშლა და მისი არალეგიტიმურად გამოცხადება მათ მაინც ვერ შეძლეს. იყვნენ ქვეყნები, რომლებიც ევროკრატების წინააღმდეგ გამოვიდნენ და უკვე მაშინ გასაგები ხდებოდა, რომ აღარაფერი ევროკავშირში ძველებურად აღარ იქნებოდა. დღეს ევროპელი პოლიტიკოსები წუწუნებენ, რომ თურმე მათ შიდა საქმეებში ერევიან, მაგრამ ამაზე კარგი პასუხი მოვისმინეთ იტალიის პრემიერ-მინისტრისგან, ჯორჯია მელონისგან. რეალურად უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არა განცხადების გაკეთება და აზრის გამოხატვა, არამედ ამ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საკუთარი მომხრეების ფარული დაფინანსება და შემდეგ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. ამის მაგალითები კი საქართველოში ნამდვილად ბევრი გვაქვს, ზუსტად იმ პოლიტიკოსების მხრიდან, ვინც დღეს მასკს აზრის გამოთქმის გამო აკრიტიკებს. მაგრამ მასკს რომ მათი მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა, ეთქვა რომ LGBT პროპაგანდა კარგია და არალეგალური მიგრაცია გადაარჩენს ევროპას, მაშინ ჩარევაზეც არავინ ამოიღებდა ხმას. ასეთია დღეს ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.